ბევრი თქვენგანი გვეკითხებოდა, რა უნდა ვქნათ მასიურ მიგრაციასთან მიმართებაში, რა არის გამოსავალი. ჩვენ აგიხსნით, ჩვენ როგორ ხედავთ გამოსავალს. გამოსავალი არის იგივე გზის გავლა, რაც თავის დროზე დაგვჭირდა, როდესაც ვცდილობდით, რომ საქართველოში LGBT პროპაგანდის აკრძალვამდე მივსულიყავით. თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენთვის იდეალური გამოსავალი იყო კანონით აკრძალულიყო ეგ ყველაფერი. და საკმაოდ ბევრი ბრძოლა, პოლიტიკური კუთხით იქნებოდა თუ ქუჩაში გამოსვლით დაგვჭირდა იმისთვის, რომ მივსულიყავით შედეგამდე, როცა ეხლა უკვე პრინციპში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რაღაცნაირი კონსენსუსი გაჩნდა, რომ მაგ თემაზე ზედმეტად ვიღაცა თუ აქტიურობს, ეგ არის პოლიტიკური თვითმკვლელობა. და კანონი იქნა მიღებული, იმდენად მივაწექით სიტუაციას, რომ ბოლოს მთავრობამ მიიღო კანონი და აკრძალა აი თავიდანვე, რასაც ვითხოვდით, ხო? ზუსტად ეგ გზა ძალიან რთული, შეიძლება არც ისე მარტივი, როგორც ახლა წარმოგვიდგენია, მაგრამ ეგეთივე გზა არის გასავლელი მასიური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. და ახლა რასაც ჩვენ ვაინიცირებთ, ეგ არის პირველი ნაბიჯი. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის იმ ლეგალური საკანონმდებლო ბაზის წარდგენა და საკანონმდებლო ინიციატივის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პრობლემის მოგვარებისკენ. და მოდი დავიწყოთ ახსნით, საერთოდ რა პროცედურა არის, რის გამოყენებას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ ამ ბრძოლის დაწყებას. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შემდეგი გეგმა, ეხლა გადავდივართ. ჩვენი პარტია გადადის საგანგებო რეჟიმზე და მთავარ ფოკუსში ამოვიღებთ მთელი ჩვენი მუშაობა პირველ რიგში მიმართული იქნება იმაზე, რომ შევაცვლევინოთ საიმიგრაციო პოლიტიკა. ვაიძულოთ მთავრობა შეცვალოს ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა და დარწმუნებულები ვართ, თუ ხალხი ამაში იქნება კონსოლიდირებული და მობილიზებული, როგორც ეს მოახერხეთ გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამას მარტივი არ იყო და მალე ესე რაღაცა ერთი ხელის მოქნევით ეს არ დასრულებულა, მაგრამ თანმიმდევრული ბრძოლით როგორც ეს მოვახერხეთ და გადავტეხეთ და მთავრობის პოლიტიკა ისე შეიცვალა თითქოს რა ვიცი, აღარც ახსოვს და თვითონაც ცდილობენ აღარ გაიხსენონ გუშინ სხვანაირ პოლიტიკას ატარებდნენ, დარწმუნებულები ვარ და გვირდებით რომ გავატარებთ იმ ლოგიკურ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომლებიც აქამდე მიგვიყვანს და ამაში დაგვჭირდება უბრალოდ ხალხის ჩართულობა და მობილიზება. ამ ნაწილში, ამ გეგმის ნაწილში ჩვენი საგანგებო საქმიანობისა პირველი, რასაც ვაკეთებთ, შეგვაქვს დავწერეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რაც აუცილებელია პირველ ეტაპზე, აი ეს მყისიერად, რაც აუცილებლად გასატარებელია. და ამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს შევიტანთ ხვალ, ვეცდებით ხვალ მოვასწროთ მაქსიმუმ ზეგ და პარალელურად დავწერეთ პეტიცია მოთხოვნა მთავრობის მიმართ, რომელზეც დავიწყებთ ასევე ხელმოწერების შეგროვებას იმის დემონსტრაციისთვის, რომ ეს არის ძალიან დიდი პროცენტის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერილი იდეა და შინაარსობრივად პეტიციაც იგივეს ითხოვს, რაც იგულისხმება ამ საკანონმდებლო ცვლილებებში და სურს და იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ხალხის თანადგომით ეს მოხერხდება, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ხელმოწერა შევაგროვოთ, ასეულობით 1000 იდეაში უნდა მოხერხდეს, რა ვიცი, ხალხი აქეთ მოითხოვს აქტიურობას და აქტიურობის დემონსტრაცია იქნება ეს პირველ რიგში, რომ ჩვენ ლეგიტიმაციის დემონსტრაცია მოვახდინოთ ამ თემის და მოთხოვნის ლეგიტიმაციის და დავიწყებთ აქტიურად შეგროვებას ხელმოწერების და ეს შეგროვება ხელმოწერების, სადაც მათ შორის ის ადამიანები, ვინც ხელს აწერენ და ადამიანების გაბედულობის და ჩართულობის გარეშე ამ ქვეყანაში ამნაირ პრობლემაში არაფერი არ გამოვა, ეს გარკვეულწილად სამობილიზაციო საქმიანობაც იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ხედვა იმისა, რამდენი ადამიანი არ უშინდება ღიად, მხარს უჭერს ამ იდეას, მზად არის იბრძოლოს და საბოლოო ჯამში ამ ადამიანების ერთობა იქნება იმის საწინდარი, რომ გადატეხოს დღეს არსებული ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული საიმიგრაციო პოლიტიკა. ერთი პირველ რიგში ამას ვიწყებთ
დღეიდანვე და ხვალ დილიდანვე დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და შევიტანთ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, კონკრეტულად გაწერილ მუხლებს და მაგასაც გაგაცნობთ. შემდეგ მეორე ნაწილი, რასაც ვაკეთებთ, ვაფუძნებთ ჩვენი პარტიის შემადგენლობაში კომისიას, რომელიც იმუშავებს გლობალურად ჩვენს სახელმწიფოში არსებულ საიმიგრაციო პრობლემის მოგვარების საკითხებზე და შეიმუშავებს როგორც უფრო მასშტაბურ გლობალურ სტრატეგიულ ფორმატში როგორი კანონმდებლობა უნდა ჩამოყალიბდეს ამის ხედვას, რომ ჩვენი ქვეყანა დაცული იყოს ასეთი გამოწვევების წინაშე, ასევე აუცილებელია შემუშავება ზოგადად ჩამოთვლა იმ პრობლემების და საფრთხების, რომლის წინაშე დგას ქვეყანა საიმიგრაციო კუთხით და ინფორმირების, საინფორმაციო აქტივობის, საინფორმაციო კამპანიის წარმოების გეგმებს დასახავს და ამასთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ გავწევთ სამობილიზაციო საქმიანობას იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ორგანიზებული თანამებრძოლი მოვძებნოთ და ორგანიზებული სახე მივცეთ ამას, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ ამ საქმეს ორგანიზებული მასშტაბური ჩართულობის გარეშე ამ საქმეს ვერ გაუმკლავდებით. მოკლედ პეტიციის ძირითად შინაარსს გაგაცნობ, ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის სახიფათო ეთნო-კულტურული ექსპანსიის რისკის მატარებელ აფრიკის და აზიის ქვეყნებთან და საიმიგრაციო კანონმდებლობაში დაუყოვნებლივ გაუქმდეს ნორმები, რომელთა საფუძველზეც ქვეყანაში $100,000 ღირებულების უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა, ხოლო $300,000 ქონების შეძენის სანაცვლოდ გაიცემა უვადო ბინადრობის ნებართვა, ასევე ბინადრობის უფლება, რომელიც გაიცემა საქართველოში დასაქმებულ უცხოელებზე, რომელთაც საარსებო მინიმუმზე 5-ჯერ მეტი ხელფასი. რო უთხრათ, რა ციფრები არის საარსებო მინიმუმი და 5-ჯერ მეტი? საარსებო მინიმუმი არის 260 ლარი, ანუ 5-ჯერ მეტი ხელფასი არის 1300 ლარი, 1300 ლარი და ზემოთ ვისაც აქვს ხელფასი, ნებისმიერ უცხოელს აქ შეუძლია ლეგალურად ბინადრობის უფლება მიიღოს და უწყვეტად 12 წლის განმავლობაში მუდმივად ყოველ წელს გაიგრძელოს ბინადრობის უფლება 10 წელს რო გადაცდება შეუძლია მოქალაქეობას შეიტანოს განცხადება და მიიღოს მოქალაქეობა. ეგ არის კანონები და კერძოდ უცხოელთა და მოქალაქეობის არ გქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ჩვენ ვითხოვთ რომ გაუქმდეს მე-15 მუხლის ქვეპუნქტი და მე-15 მუხლის Თ და Л ქვეპუნქტები, რომელთა ძალითაც არის ეს $100,000 იყიდება და $300,000 ოცნებამ ეხა მიიღო პაკეტი, სადაც მაგ $100,050-მდეს დიან გააძვირეს, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ, რომ ეგ საერთოდ არ უნდა შეიძლებოდეს, არ უნდა იყიდებოდეს. ასევე ვითხოვთ მე-15 მუხლის A ქვეპუნქტის გაუქმებას, რომლის საფუძველზეც 1300 ლარი თუ აქვს ვიღაცა უცხოელ ხელფასი. მაგის საფუძველზე შეუძლია აქ ბინადრობის უფლება აიღოს და სულ იცხოვროს და მე მოქალაქეობაზე შეიტანოს განცხადება და ასევე ვითხოვთ მე-16 მუხლის Თ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილების ამოღებას. აი ეს არის და შემდეგ უკვე ჩვენი მოთხოვნების საკანონმდებლო ინიციატივის შინაარსი ეს არის და შემდეგ უკვე უფრო აი მოდი კითხვას დავსვავ, რომელიც აუცილებლად მეორე მხრიდან გაჩნდება, რომ ანუ თქვენ რა გინდათ, რომ აქ ვეღარ შემოვიდეს, ვეღარავინ ვერ იმუშაოს, ანუ რა ხდება ეკონომიკის კოლაფსი მოხდება? აი მაგაზე რა პასუხია? ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს სავიზო მექანიზმი ქვეყანაში შემოსვლის, უბრალოდ სავიზო შემოსვლის შემთხვევაში სახელმწიფოს მარტივად შეუძლია ვისაც ჩათვლის, რომ ეხლა აღარ მაწყობს ეს ნაკადი, თქვათ ეს ადამიანი აღარ მაწყობს, უბრალოდ ვიზას არ გასცემს და მას აქვს მისი კონტროლის მექანიზმი. როცა ეხლა არსებულ კანონმდებლობას განვიხილავთ ბინადრობის უფლების პრინციპი როგორც არის გაწერილი, იქ ძალიან სახიფათო ფორმულირებით არის გაწერილი. თუ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ვიღაცა, აი $100,000 ქონება იქ. და ნუ ტერორისტი არ არის პლუს. და თუ იქ არის ჩამოთვლილი პუნქტები კონკრეტული კანონდარღვევების, სერიოზული კანონდარღვევების, ტერორისტი არ უნდა იყოს, საერთაშორისო ძებნა, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, მტრული სახელმწიფოს სასარგებლოდ არ უნდა ატარებდა, ასე აი ძიმე რაღაცა დარღვევების შემთხვევა თუ არ ფიქსირდება, ან აქ სისხლის სამართლებრივი დარღვევები თუ არ აქვს შენგან ადგილი. და $100,000 ან $300,000 ყიდულობ ქონებას ბინას ან 1300 ლარი გაქვს ხელფასი სახელმწიფო ვალდებულია შენ მიგიღოს და აქ გაცხოვროს.
ეხლა არის ეგეთი კანონმდებლობა. ანუ ადამიანმა თუ 100,000-ად ბინა აქ იყიდა, ან იშოვა 1300 ლარიანი სამსახური, პრინციპში ამ კანონმდებლობით მიზეზი რატო შეიძლება რომ სახელმწიფო მის აქედან გაუშვას, აღარ არსებობს. ის აქ იქნება სულ. და ეგ ასე რატომ არის ჩვენ კანონმდებლობაში ასეთი ფორმულირება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კანონმდებლობაში ასე იმიტომ არის ჩაწერილი, რომ სამშენებლო ბიზნესი და ზოგადად აქაური აი ეს დაინტერესებული ჯგუფები ფინანსურად არიან დაინტერესებული მაგ კუთხით. ანუ კანონები არის მორგებული ბიზნესზე და იმისთვის რომ мотивация გაუჩინონ ბევრ უცხოეთში აი იმ ქვეყნებიდან რომლიდანაც ჩამოდიან საქართველოში ერთის მხრივ შრომითი ბინადრობის უფლების мотивация რო გაუჩინონ და მეორეს მხრივ გაუჩინონ ქონების შეძენის мотивация კანონები არის მორგებული მაგაზე. ამიტომ ეს კანონმდებლობის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ, აი ამ პრობლემას ეხმაურება. ის რომ ჩვენი კანონმდებლობა არის თლიანად მავნებლურად დაწერილი იმ თვალსაზრისით, რომ мотивация გაუჩინოს ხალხს აქ ჩამოსვლისა, ეგ არის გამოსასწორებელი, რაც შეიძლება სწრაფად და ეს რა თქმა უნდა არ არის ყველა პრობლემის მოგვარება. რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა პრობლემები ძალიან ბევრია. მათ შორის მაგალითად სავიზო რეჟიმთან, რომელსაც კანონებით ვერ ვცვლით, იმიტომ რომ მთავრობა მაგას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით, ანუ ეგ პირადად პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. მაგისთვის დავწერეთ პეტიცია და რისთვისაც წერია მოთხოვნად გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს სახიფათო ექსპანსიის მატარებელ ქვეყნებთან. კი, ანუ მაგას ამისთვის ვაგროვებთ ასეულობით 1000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს ამისთვის. მაგას ეხება პეტიცია, რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ის ბინადრობის უფლების მარტივად გაცემის მავნე პრაქტიკის შეზღუდვაზეა მიმართული. საერთოდ როგორი რაღაცა იცი, ახლა შენ წეღანდასვი კითხვა, შეიძლება კონტრარგუმენტი გაჩნდეს, ხო და ახლა თელი სახელმწიფო პროპაგანდა, მედია, სპიკერები, სხვათა შორის ლიბერალური ჯგუფებიც. ეხლა ერთხმად დაიწყებენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლას. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს გეგმა არ გამოგვიდეს. რომ ჩვენ ვერ მოვახერხოთ ამ საკითხის გატანა. და ერთ-ერთი არგუმენტი, ორი არგუმენტი ექნებათ. პირველი არგუმენტი ის, რომ ეკონომიკას ეს ჭირდება, ბიზნესს ეს ჭირდება და მეორე არგუმენტი იქნება ის, რომ აი რაც ზურამ თქვა, რომ კი მაგრამ ეხა ეგრე ყველა ქვეყანაშია ეგრე დაშვებული, რომ შენ შეგიძლია საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით ჩახვიდე იმუშაო. ერთი ყველა ქვეყანაში ეგრე არ არის. ეგ არის ტყუილი. მაგალითად ისრაელში ეგრე არ არის. ჩვენ რა საკანონმდებლო ბაზას გვაქვს, ეგეთი არ არის კაცო ისრაელში. ისრაელში შენ ვიზის საფუძველზე შეგიძლია იქ მოხვდე და სახელმწიფო თავად ადგენს. სულ რო შენ ვიზა მოგცენ, შეიძლება იქ აეროპორტში უკან გაგიშვა. შეიძლება მესაზღვრემ ჩათვალოს, რომ შენ არ მოეწონო გარეგნობით, ან ჩათვალოს, რომ შენ იქ სამუშაო საქმიანობისთვის არ ახარ ჩამოსული და გაგიშვებს უკან. ანუ იქ მათ შორის ეგეთ დონეზე, ანუ ხელით პირდაპირ ხდება მიგრაციის კონტროლი. რაც შეეხება ახლა ბიზნესს, აქ არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ ზოგადად ბიზნესს უშლით ჩვენ ხელს ან რაღაცა ზიანს ვაყენებთ. არა, მეგობრებო. ეს რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს არის ინტერესში მხოლოდ და მხოლოდ მსხვილ მონოპოლისტ ბიზნესმენებს აწყობთ, რომლებიც თავად არიან ხელისუფლება, თვითონ არიან ხელისუფლება და მათი ბიზნესია საუბარი, მათი პირდაპირი კომერციული ინტერესია, რომ ღატაკი მოქალაქეები, უცხოელები ჩამოიყვანონ აქ, იმიტომ რომ ისინი ბევრად უფრო იაფად ასრულებენ იმ სამუშაოს, რასაც ქართველი ასრულებს, ამიტომ რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ და ეს რა ინიციატივაც არის, ეს ცხადია ჩვენ თვეების განმავლობაში ამ საკითხზე მუშაობდით
და ეს საკითხი არანაირად არ გააფუჭებს, არანაირ არც ბიზნეს გარემოს, კი, იმ ვიღაც მსხვილ მონოპოლისტებს, რომლებსაც ახლა პაკისტანელების ჩამოსახლების ხარჯზე უნდათ აქ რაღაც სუპერ გამდიდრება და მილიონობის შოვნა და მაგ ქვეყანა რო გაივსოს ჩვენთვის კულტურულად, რელიგიურად შეუთავსებელი ხალხით, ცხადე მათი კომერციული ინტერესი დაზიანდება, მაგრამ მათი კომერციული ინტერესი რომ დაზიანდეს, ეგ ქვეყნისთვის კარგია. მოდი ახლა ავხსნათ რამდენიმე ასპექტი იმისა, როგორ უნდა პრაქტიკულ შედეგზე გავიდეთ. ანუ ყველას კარგად გესმით, რომ ჩვენ ოთხნი რაღაცა ფოკუსს ვერ ჩავატარებთ, სასწაულს ვერ მოვახდენთ, თუ ამაში არ იქნება მასიურად ხალხის ჩართულობა. ჩვენი ამოცანაა, რომ დავაორგანიზოთ ეს პროცესი, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება თითოეული თქვენგანის პირადი ინიციატივის დონეზე გადაწყდება ეს ყველაფერი. რა გვჭირდება კონკრეტულად ჩვენ? ჩვენ გვჭირდება, რომ აი ეს პეტიცია, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ელექტრონული სახისთაც დავდებთ ჩვენს გვერდებზე, რომ გაეცნოს ყველა. მე მგონი შეგვიძლია, რომ ბლანკებით დავდოთ ელექტრონული სახით ჩვენს Telegram არხებზე და Facebook გვერდებზე. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი. გადმოიწერეთ ბლანკი ამ პეტიციის, ამობეჭდეთ თქვენს საახლობლოში, სანაცნობოში, სამეგობროში შეაგროვეთ ფიზიკურად ეს ხელმოწერები, ანუ შეავსეთ ბლანკი და მოგვიტანეთ შემდეგ უკვე ჩვენს პარტიის ოფისში. სააკაძის მეორე გასასვლელი 11A. ეს უნდა გახდეს საერთო საქმე. კი, ჩვენი პარტიული სტრუქტურა ამაზე იმუშავებს, მაგრამ თითოეული ადამიანი, რომელიც ახლა ჩვენ გვიყურებს, შეიძლება გახდეს ამისი ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილე. მარტო შენ კი არ მოაწერო ხელი, ჩამოუარე შენს გარშემო ხალხს, რომელსაც იგივე აწუხებს. რაში გვჭირდება პეტიცია და რაში გვჭირდება კანონი? კანონს ჭირდება 30,000 ხელმოწერა იმისთვის, რომ ვალდებულება გაუჩნდეს ხელისუფლებას, რომ ეგ კანონის პროექტი განიხილოს. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ამ კანონპროექტს დიდი ლეგიტიმაცია მიყვებოდეს. უბრალოდ 30,000 ხელმოწერა კი არ მიყვებოდეს უკან ამ ინიციატივას. ჩვენ გვინდა, რომ ასობით ათასმა ქართველმა დააფიქსიროს, რომ ეს არის მისი სათქმელი, მისი სურვილი. და ამიტომ პეტიცია არის აუცილებელი, რომ საკანონმდებლო ინიციატივას მიეხმაროს და მხარი დაუჭიროს. ანუ ეს ორივე იმუშავებს ტანდემში. როდესაც პარლამენტის აპარატი მოგცემს ჩვენ უკვე შესაძლებლობას, რომ საკანონმდებლო ინიციატივისთვის ავაგროვოთ ხელმოწერები, მაგაზეც აუცილებლად ჩაერთვებით, მაგრამ უკვე დღეს ამ გადაცემის დასრულებისას ჩვენ როცა დავდებთ როგორც ამ პეტიციის ტექსტს, ისე ბლანკებს, რომელიც შეგიძლიათ ამობეჭდოთ და შეავსოთ, თქვენ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა, როდესაც გვეკითხებოდით, რომ აი რა გავაკეთოთ, როგორ მოვაგვაროთ ეს საქმე. თითოეული თქვენგანიდან იწყება პრობლემების მოგვარება. პირადი ინიციატივა, პირადი პასუხისმგებლობა წყვეტს ყველაფერს. გააკეთებ შენ, გააკეთებ სხვა, ჯამში დაიდება შედეგი. ბევრი ამბობს, რომ ამაზე საჭირო არის აქციები. როდესაც დრო მოვა, როდესაც ჩვენ ამაზე ლეგიტიმაცია ხელში გვეჭირება, როდესაც თვალნათლივ გამოჩნდება, რომ 100,000 ქართველი ითხოვს ამ ცვლილებებს და მოვა დრო, მერე დამიჯერეთ აქციასაც დავაორგანიზებთ და ბევრ სხვა ისეთ რაღაცასაც, რაც თქვენ ახლა შეიძლება ვერც წარმოგიდგენიათ. უბრალოდ ყველაფერს თანმიმდევრული, სწორი, პოლიტიკური გათვლით მოქმედება ჭირდება. და ვისაც გჯერათ, რომ ჩვენ ამის უნარი გვაქვს, გამოგყევით და მოგვეხმარეთ.
ერთად გამოვა.